დღეს თქვენთან ერთად შევღებავ შუშაბანდის ჭერს. ამისათვის კი გამოვიყენებ სეთისხილის მწვანეს, რომელიც ხეს საოცრად უხდება. ალბათ ბევრს ჩემსავით ძალიან გიყვართ შეღებვის პროცესი. ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია რემონტებისას. შუშაბანდში გამოვიყენებ ეკლექტიკურ სტილს, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან ბევრი შუშა და თავისთავად ბევრი ხეც. გაფერადებული ფანჯრები კი ძალიან გაახალისებს აქაურობას და გახდის უცხოს და უნიკალურს. ესე იგი, ეს ფერი, იმიტომ ავარჩიერა, ხეს უხდება ძალიან. და არის ძალიან სასიამოვნო ფერი. სეთისხილის ფერი. გონი არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ფერი არ მოწონს. მაგრამ უფრო ავარჩიე იმის გამო, რომ უხდება ხეს. ეს ადგილი აქ უნდა იყოს აბაზანა და ეს ჭერიც უკვე აბაზანას ეკუთვნის. მაგრამ აბაზანაც ისეთ დიზაინში მაქვს მოფიქრებული, რომ ეს ფერი გავა. ძალიან სასიამოვნო პროცესი არის ეს ხებვა თვითონ. თან ასეთ სიმახინჯეს რომ მალავ საღებავში, ზოგან გაშავებულია, ზოგან რა, აი აქ ახლა მაგალითად ძალიან უშლოდ არის. თავდაპირველად გავაკარი ქსოვილი წებოემულსიით და დავფარე გადაბმის ადგილები ფიცრებს შორის, რომ არ ჩამოიყაროს მტვერი. მაგრამ სხვენიც ზევით არის დაცული უკვე და დიდი ალბათობით ისედაც არ უნდა ჩამოღრილიყო, მაგრამ მაინც დავიცავით თავი. ეს ფანჯარა აქეთ რაც არის, უნდა გაუქმდეს. ოღონდ გაუქმდება შიგნიდან და არა გარედან. შიგნიდან აეკვრება გიფსოკარტონი. ახლა მიხვდებით შუშაბანდში, სადაც ამდენი ფანჯარა არის, რამდენად რთული გასაკეთებელია საპირფარეშო, მაგრამ ვაი იძულებული ვარ ფანჯრები გავაუქმო ნაწილობრივ. თუმცა არ გაუქმდება გარედან. გარედან მაინც სახლი შეინარჩუნებს თავის ძველებურ იერს. მე აქ თვებით მოვყვები და რასაც წავსვამ ვაცილებ, ხო? უნდა გავაკრა წებოვანი ლენტი, რომ აქ არტამეთი თხნოს.
ჩვენივად დაფარა ძველი საღებავი. ეს საღებავი ავარჩიე ფასადის. მაინც ძველი სახლია. კი, კარგი სახურავია, მაგრამ რო რამე იყოს და ჩამოვიდეს წყალი, საღებავს არაფერი არ დაეწყობა. ეს ჩემით მოვიფიქრე. არავის ურჩევია. ეხლა დრო უკვე წებოვანი ლენტი გავაკრათ, თორე გავაკრათ ლენტი. აქ ცოტა უსწორმასწოროა, მოდი აქედან დავიწყო. კოუზი რა გაგვიჭირდა. სიმაგლეზე რო ხარ ამოსული. ცდილობ რაც მეიოლება ისე გავაკეთო. ამ წებოვან ლენტს დავტოვებ მეორე პირისთვის. მომაკითხა ოპერატორმა. აქ მგონი უკვე გიფსოკარდონი უნდა იყოს და აღარ არის საჭირო ძალიან სიღრმეებში შესვლა. აი აქ ესე უნდა გაიკრას გიფსოკარტონი. ნესტ გამძლე. მაინც მოდი. მერე რო არ იჩინოს თავი. ძალიან ფეთხუმებით ვხებავ ხა? აი ერთ ადგილზე გაჩერება რო არ მიყვარს, მეტყობა ღებოაშიც. სულ დამონაცვლეო ფაქეთიკე. ხა, სწორი სიტყვა. მეორე პირი დაჭირდება? მეტა. ხაც ნახოთ დაველოდოთ გაშრობას, ნო. ეხა ჩვენი საფიქრალი. ყველაზე დიდი ამ მომენტში. შევცვალოთ თუ არა იატაკი. არა, შევცვალოთ არა. ეს იატაკი განვაახლოთ. თუ ზევიდან გადავაკრათ ახალი, აი ვერ ჩამოვყალიბდით ოჯახი. რა თქმა უნდა, ახალი კარგია. მაგრამ ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და თან კიდევ ისიც არის, რომ ძველ სახეს დავკარგავთ. მერე კარებებს დაჭირდება გადაკეთება.
ხო, ეგ კიდე ცალკე პრობლემა. ცალკე კი არა, ყველაზე დიდი პრობლემა. კაი, ხასად გავაკეთებ. ეს აქ. დღეს დავამთავრე? ჯერ ამობს, შეღებილი. ხო, კიდე რა საინტერესო რაღაცას გეგმავ. რადგან აი ეს ფანჯრები შიგნიდან უნდა ამოიკეტოს გიფსოკარდონით და გარედან დარჩეს მაინც ვიზუალურად. გადავწყვიტე რომ შიგნიდან მოვხატო. მე რა, ჩემი მეგობარი უნდა დამეხმაროს და მომახატინოს. ხო და ერთი სული მაქვს ახლა, როდის დავამთავრებ ჭერს, რომ დავიწყოთ ეგ საინტერესო პროცესიც. ეხლა თან გადარბენაზე ვხებავ, იმიტომ რომ უნდა დავიწყოთ ბუხრის შენება. ველოდები ჩემს ქმარს. თან ისეთი კარია აქ. მე მგონი ბლოკის დაწყობა და გაშრობა ერთი იქნება. აბა ვის გაინტერესებთ? გარე ბუხრის შენების ამბები. ჩვენთვისაც ექსპერიმენტია, არასდროს არ აგვიშენებია, არ აქვს არანაირი გამოცდილება. მაგრამ სადაც კოტეჯი ავაშენეთ, ზე გამოუცდელებმა, იმხელა мотивация მოგვეცა და თავის რწმენა, რომ მე მგონია ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ. მე რამდენი ჩემი ზედა უნდა შეიწიროს ამ საღებავებმა ჭკუა ვერ ვისწავლე. ეხლა მე უნდა მქონდეს ცალკე მუშის დასაცმელი. ეს აღარ უნდა შემენანოს მე რამე რომ დაეცხება. ჭკუას ვერ ვისწავლე. თან სულ ისეთ რაღაცეებს ვიცნებ ვიდეოსთვის. აი ნახე. რაც მიყვარს და ესე მივყევი ნენელა გავანადგურე ჩემი გარდერობი. მაგრამ ზედებს რო უყურე, ყველაფერზე ეთყობა კვალი, ის მისაღები ოთახის ჭერი, ის ფანჯარა. ნუ ისტორიებს ყვება ჩემი ტანსაცმელები. ვინც მიყურებს, ვინც მალი არიან, იცის ესმის ხებვა დამცინის ალბათ.
ძალიან სქელი ხომ არ არის ეს საღებავი. ხარ გავათხელა. არა, კარგია. მაშინია არ დასკდეს, მაგრამ. კაია, всё, გადავინაცვლოთ ხო იქეთ. ყველაფერზე თუ კაცებს ვეძახეთ, აბა რას გავაკეთებთ? მოდი მარა. Let's go so cold. ხოვა მოგეხმარებიო. გიყვარს ნიკი ღება? შოდი, ეს თუ არ გამოიყენე ისე? ცარიელი ფუნჯი არაფერს იზამს. ოჩა. გაიღალე? ის ვაი, მე ვერ წვდება. So. ძალიან კი მენანება ეს ფანჯრები. ეს შუშაბანდი დასამალად შიგნიდან, მაგრამ რა ვქნათ? აბაზანად საჭიროა სახლში. ახლა ეზოში დგას ხოლოდ. და მე მგონი მაგ პერიოდიდან გამოვედით. 20 კილომეტრობით რომ უნდა გვევლო საფირფარეშოს გამო. და ამიტომ ვაკეთებ აქ. დავით